სოფიხოში აშენებული კაშხალის სრული დატვირთვით დღეიდან ამოქმედა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებულ საზღვართან 5 სოფელს საწყავი წყლის პრობლემები აღარ ექნება. ექსპლუატაციაში შევიდა მეშვიდე ტურბინა, რომელიც პრობლემას სრულიად აღმოფხვის. მეშვიდე ტურბინის ამოქმედებას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სოფლის მეურნეობის უწყობის ხელმძღვანელთან ერთად დაესწრნენ. ამ ტუმბოს ამუშავებით მოგვარდა 1000 ადგილობრივის პრობლემა. პარლამენტის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათგან არსებული პრობლემები მოისმინა. ბოლოს ამ წლის განმავლობაში წყალი არ იყო და შესაბამისად ხონა რაღაც გარკვეული ტექნიკური საკითხები გადასაწყვეტი. ახალი ტურბინა დავამონტაჟეთ, რამაც მოგვცა საშუალება წყლის გადაგდებისა და შესაბამისად 3000 ჰექტარზე შესაძლებელი იქნება დღეიდან უკვე 15 წუთში ადამიანებმა თავის სავარგულები მოწყან და შესაბამისი მოსავალი მიიღონ. გაკეთდა სრულიად ახალი სარწყავი სისტემა, გაკეთდა ახალი არხი, გაკეთდა ახალი ჰიდრონაგებობა და ამ ყველაფრის შედეგად დღის შემდეგ 1600 ოჯახი ფაქტიურად შეუფერხებლად მიიღებს სარწყავ წყალს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ 1600 ოჯახს ექნება საშუალება მოიყვანოს მეტი მოსავალი, მიიღოს მეტი შემოსავალი და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელთაც ჩვენ გავზრდით ამ ადამიანების კეთილდღეობას და შემოსავალს.